რა უნდა ვიცოდეთ CCQ ვაქცინაზე? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წითელა წითურა ყვაყურას ვაქცინაზე, რომელიც 12 თვეზე კეთდება. მოგეხსენებათ, რომ ის ინდური ვაქცინით ჩანაცვლა და აქამდე იყო ევროპული წარმოების პრიორიქსის ვაქცინა. დავით ის უთხრათ მშობლებს, რომ ჩანაცვლების რეალური მიზეზი ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა გარკვეულ მშობლებში ეს ბადებს კითხვებს და ეს კითხვები ლეგიტიმური არის. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის უმეტესობა ენდობა ევროპულ და ამერიკულ წარმოებას უფრო მეტად, განსაკუთრებით, როდესაც ეხება სამედიცინო პროდუქციას. თუმცა უნდა უთხრათ კოტე მშობლებს, რომ ეს ვაქცინა, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ინდური სერუმის ინსტიტუტის მიერ წარმოებული. და ეს კომპანია ითვლება ერთ-ერთ სანდომ წარმოებლად, რომელიც ვაქცინებს ამზადებს. მშობლების შეშფოთება ჩვენთვის გასაგებია, თუმცა დავით შევახსენოთ მშობლებს, რომ ნებისმიერი ნებადართული ვაქცინით აცრა უფრო უპირატესია, ვიდრე აუცხრელობა. აქვე, ვისაც უნდობლობა აქვს ამ კონკრეტულ ვაქცინასთან ან წარმოებელთან, შეუძლია პრიორიქსი მოიკითხოს კომერციულ სექტორში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აცრები გვეხმარება ჩვენ ავირიდოთ თავიდან ისეთი ინფექციები, როგორც არის წითელა წითურა ყვაყურა ამ ვაქცინის შემთხვევაში და შესაბამისად ის სავალალო შედეგები, რაც მაგალითად ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარდა, როდესაც წითელა გავრცელდა ძალიან დიდ მოსახლეობაში და ამან გამოიწვია მსხვერპლი როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. დაგვიწერეთ კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გაქვთ და აუცილებლად გიპასუხებთ.